რათია ვარ ჯამთერი ჯამსაღი განთავისუფლებული სული მე მეორე კიდე რა მინდა დავაყოლო ამ იმას ყველა სული ყველა სისტემას ვერ ფლობს კი ეხლა შეიძლება სული განვითარდეს იერარქიულად მე7 მე8 მე9 მე10 მე11 მე12 მაგრამ მატრიცებში საზრიოზიებში მირმეზმირიებში პლანეტებში მზის იქით კიდე იმდენი სისტემებია და იმდენი სტრუქტურებია გინაც ამ დედამიწაზე იმდენი სისტემებია და ყველა ადამიანს კიდე თავისი ინდივიდუალური სისტემები სტრუქტურები და მირმეჟმირიები აქვს და ასე რა ვიცი ძალიან ბევრი ყველა სისტემებში ვერ ერკვევა რა ქვია ეს სულები რაც არ უნდა ძლიერი რეგრესოლოგი იყოს ძლიერი რეგრესოლოგი იყოს, რაც არ უნდა ძლიერი რეგრესოლოგი იყოს, თუ იმას ვინმე რამე ან კოსმოვის შესვეტრიესილები არ დაეხმარენ, ან ანგელოზების კოსმოვის შესვეტრიესილები არ დაეხმარენ, ან რაღაცა ის მარტო თავისი ინსტრუმენტებით, მარტო თავისი საზნანიებით, მარტო თავისი ძალებით ვერ შევა ისეთ სისტემებში, სადაც არის ძალიან ის არეულ-დარეული და მით უმეტეს ეხლა ეს ტექნოგენობა რო გამოიგონეს ამ ასე ვთქვათ ნიხაროში ეტავარიშებმა ეს რეპტილიურმა ინჟინერიამ რომ გააკეთა ეს ტექნოგენობა წამებში ცვლის შიფრებს, მიფრებს, კოდებს და წამებში იმაშვრება ყველაფერს ასე ვთქვათ ვერ გაიგებ იერება გზაკვალი წამებში ერევად გზაკვალი ყველა სისტემებს ვერ ფლობს ეს რეგრესოლოგები და ის აღიარონ რომ ის მაინცა თქვან მადლობა მაინცა თქვან რომ მადლობათ აი ანგელოზებო და მადლობათ ვიში ესვეტრიეს აზნანიებო მადლობა ის იესო ქრისტე ეს ანგელოზები და ეს ვიში ესვეტრიესილები და ეს კოსმო ძალები პლიადები ზუსტად ამ იმას სწავლობენ რა ქვია იძიებენ დისტრუქციულ აღმოფხრან ეს რა ქვია რას იძიებს პოლიცია რომ დამნაშავეება აღმოფხრას ხო დამნაშავეება რა შეწყდეს სულების წამება რომ შეწყდეს ხო რომ განთავისუფლონ ხო სულები ხო ეს უნდათ ეს ვიში ესვეტრიესილებს და რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანი რომ მიდის რეგრესოლოგთან და რომ კუნავენ, სინჯავენ, ასე ვთქვათ, რა ქვია, ადამიანს ხო რაღაცა ფანტომი არ აქვს, ჩაკრა არ აქვს, სულის ჩისტოტები არ აქვს, სულის ენერგიები დაკარგულია. 20% ენერგია აქვს, 30% ენერგია აქვს, რაღაცა დანარჩენი გაქურდულია. ხო რაღაცა ეს ხო უნდა ანგელოზები იმაშრებიან ამას და ზუსტად და ეს ვიში ესვეტრიესილები რომ აი ეს იქ მხარეს არის აი ეს აქ არის აი ეს მირშია ეს ამ მირშია ეს იმ სისტემაშია ეს ამ სისტემაშია რომ ეს სული აღადგინონ თვითონ როგორ აღდგნენ ანგელოზების დახმარებით აღდგნენ ზუსტად და ყველა ანგელოზი სწავლობს, ყველა სული სწავლობს, ზუსტად იკვლევს, კაი რა არის, ცუდი რა არის, კაი სისტემა რა არის, ცუდი სისტემა რა არის, კაი ენერგიების ფლობა, კაი ინსტრუმენტები, კაი პროგრამები, ცუდი პროგრამები რომ მოშორდეს ადამიანს. ეს რა ქვია, კრიტიკა რა არის, ცუდი პროგრამაა, წყევლა რა არის, ცუდი პროგრამაა, უმადურობა რა არის, ცუდი პროგრამაა. ავადობა რა არის ცუდი პროგრამა, ავადობა სხვა უნდა წამალი, ამ წამალს ვინ იგონებს? ექიმი იგონებს, ფორმულებს ვინ იგონებს, ექიმი იგონებს, კოდებს ვინ იგონებს, ექიმი იგონებს, სულიერ წამლებზე და სულიერ იმასაც სხვა უნდა განკურნება, ამას ვინ იგონებს, რომელი ძალაა, კაი, რომელი ძალაა ცუდი, ვინ იგონებენ და სულები ვიში ესვეტრიეს სულები ცდილობენ რომ განკურნონ და აღადგინონ ენერგიები და სულები და სისტემები და სტრუქტურები და ყველა სულს აქვს თავისი ინდივიდუალური სისტემა და ინდივიდუალური სტრუქტურა. სულს თუ გააბრაზებ ცუდი სული იქნება, თავს დაიცავს, აბა არ დაიცავს თავს. ისეთ რაღაცასა ლაპარაკობენ არხანგელ მიხაილიო ისაო, არხანგელ მიხაილს რო აბრაზებ, ვინც ახარ, რაც ახარ და ის არხანგელ მიხაილი რო დაეხმარა ყველას, იმას რატო არ ალაპარაკობენ?
არხანგელ მიხაელი რო გაბრაზდება, აბა ის რეგრესოლოგი გავაბრაზოთ, არ გაბრაზდება? დაიწყებს კატასავით წყნავილს. ხო გაბრაზდება, ხო ეწყინება. ეს რეგრესოლოგები თვითონ რომ ვერ შედიან და ვერ ფლობენ ინსტრუმენტებს, რომ ვერ ფლობენ ამ სისტემებს, ამ მატრიცებს რომ ვერ ფლობენ და ზერკალები, მერე მოხსენი ის ზერკალები. აი ზერკალების მოხსნა რო არიციან. ვინ ახსნის იმ ზერკალებს? ვინები ხსნიან იმ ზერკალებს? რახან ეხლა ხედავენ რაღაცას ვინები და იცებ მაგათი კურატორები და ანგელოზები და დვარეც რო ყვირის, დვარეცი ვინ არის და ის სულის სხვა სულები, კაი სულები, რომლებიც ეხმარებიან ერთმანეთს რომ არა დისტრუქციები რომ მოხსნან. რაც სულს განვითარებაში ხელს უშლის. და არ არიან ვალდებულები ეხლა მე რო ვიხსნიდი ამ ბლოკებს, წეპებს, ჩიპებს, მიპებს, იმპლანტებს, ეს ვინ მომხსნა ესა, ვინა და ანგელოზემა დამეხმარნენ რომ მომეხსნა ესა. თორე მარტო ჩემი სული ამას 3 წელი ვიხსნიდი და ვიხსნიდი, იგლები, რკინები, ჯარტები, ხარახურები, მეტალები, ჩიპები, მიპები, ამას რატო არ ალაპარაკობენ ეს რეგრესოლოგები რომ თვითონ რომ დნკ-ზე რომ იმას ექსპერიმენტებზე რომ ყავდათ ისა რომ ვინ გამოიხსნა იქიდან, ვინ დაიხსნა ეგენი იქიდან? და შეიძლება საერთოდ უმადურობა მე წავყევი ამ რეგრესოლოგების ჭორაობას და ეს ვიშიე სვეტლი ესილები ეგრეგერერი არ არის. ეს არის ძალიან ღვთიური საზნანია. იმ საზნანიაში შედის იესო ქრისტეს საზნანია, ანგელოზების საზნანია, კურატორების საზნანია, რასაც ეძახიან რა ქვია, ღვთიურ საზნანიას, ის ასტრალური საზნანია, კრისტალური საზნანია და ყველა საზნანია და იქ ყველა სულს აქვს თავისი განვითარება, თავისი ნიჭები, უნარები, შესაძლებლობები. ეხლა მე ნათია მაგალითად ვიცი ესა, იმან იცის ისა, ჩემზე მაგრად, იმან უფრო უკეთესად იცის და ესე. ეს სიყვარულით ხდება ეს, იქ და პატივისცემით ხდება ეს, იქ და ურთიერთგაგებით ხდება ეს, იქ და შეჯიბრებებით კი არა ხდება ეს, იქ ერთმანეთის დახმარებით ხდება ეს, იქ. და იცავენ ერთმანეთის გრანიცებს და ერთმანეთის ასე ვთქვათ პატივისცემენ იქ ერთმანეთს ვიშიე სვეტლი ესლები. ეს ზიმნიეიც კი არ არის რომ მირები კი არ არის რომ ზიმნია ბიობოტებს როგორც იცით ერთმანეთის დაცინვა, მიცინვა, მოცინვა. ეს ის იქაური ის არ არის. ესეთი ბიობოტური რაღაცები აინტერესებთ აი თქვენ ბესებს და წურბელებს და გველებს. და აწყობთ ამ გველებს და ვირთხებს. უკაცრავად ყველას. არავარ ვარდებული ვეფერო მე ვიღაცებს. უკაცრავად. და ასე რომ ადამიანებმა უნდა რა ქვია, არ უნდა იყოს უმადურობა, დაუფასებლობა არის ყველაზე დიდი ასე ვთქვათ ცოდვა. და ეშმაკების გასაღები ყოფილა ესა. და რეგრესოლოგი რო იძახის რომ ეგოისტი არ უნდა იყო. თვითონ რატო არის ეგოისტი და რატო იძახის რომ დებილობა რაღაცებს. რატო იძახის თვითონაც ხო სულია რეგრესოლოგები, ჩვენ ყველა ვართ სულები. და ეხლა რო თქვან ჩემზე რომ ნათია სული კი არა, ის არის, ეს არის. კი მე შავიცა ვარ, თეთრიცა ვარ. თუ კარგად მომექცევი ვარ, კარგი ვარ, როცა უკვე ჩემ გრანიცებს ეხებიან, ძალიან ცუდი ვარ, ძალიან ცუდი ნათია ვარ. ესია ყველა. მაგრამ მე არავის არ ვეხები, არ მაინტერესებს არავინ, არავის გრანიცებზე, ყველას ვცემ პატივს დისტანციურად. ეს მინდოდა მე თქვა, კიდე რა მინდა ვილაპარაკო, რომ მადლობა ვიშიე სვეტლიესებს, მადლობა ვიშიე სვეტლიე ძალებს, საკრივაიცა პარტალები, ზალატია ულტრაფიარეტო ფილტრები, ძრონიკა კნეზახოდი, ძროტოლკა, ატკლუჩაეცა, ჟიგაეცა. ეხლა რა მინდოდა მე თქვა, ეს პროცენტი როა კიდე პროცენტები და რაღაცა.
პროცენტი არის აქეთაც 0, იქითაც 0. რა ვიცი, ეხლა ესე გვასწავლიან ეს რეგრესოლოგები, რომ 100%, 200%, 300%, მაგრამ ეხლა ამას 3 წელია მეცადინობდა, მაინც ვერ გავიგე, რატო არის ეს პროცენტს აქეთაც იქნული აქვს, იქითაც იქნული აქვს. ვითომ ეხლა ჩემ ენერგიებს ვიღებ 100%, 200%, 300% ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით, ხო? ეს მათემატიკურად კი ეხლა აი დღეს ვიფიქრე ამაზე, თავი ავიტკი ამაზე და რაღაცა კაცო, ვერა, მაინც არა, ის არ არის, რაც არის. არ არის ის, ეხლა შიფრებსა და რაღაცებს კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ რა ქვია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ყვავილს რო თავისი ფუნქცია აქვს, ხო? ყვავილია. კი ეხლა მათემატიკურად პროცენტია, 100%-ია, მაგრამ ისედაც რაღაცა მინუს პოლუსებში რო ვართ ეხლა, ხო, ეს მათემატიკურად ეს 0, აქეთ 0, მერე მინუსი, მერე ისევ 0, ცოტა რაღაცა არ გამოდის ეს პროცენტები. ანუ არ ვიცი, ეხლა მე 3 წელია ერთი და იგივეს ვყვირი ვარ, აი აქეთ 0, აქ მინუსი, აქაც 0, ეს არის პროცენტი, ხო, 100%. ყომა მიწერია. თავი მткиვა დღეს მთელი დღე. რანაირად ხო, ხო მიხვდებით, არა, ეს არის 100, ეს არის 0, ეს არის მინუსი, ეს არის 0, ანუ პროცენტი მინუსი 0, პროცენტი მინუსი 0, 0, 0, 0, 0 და 100% ვიღებ ჩემ ენერგიებს 200%, 300%, 400%, 500%, 600%. იძახის ადამიანი, მაგრამ აქაც 0, აქაც 0 და შუაში ისევ მინუსი გაკეთებული, ესე იგი თან ბათილდება ეს ამეთქი თუ რა მეთქი რა, დღეს ვფიქრობ ეხლა ამას. ხო, ეხლა ეს მათემატიკურად პროცენტია, ცოტა სასაცილოა გაეცინება ადამიანს, რომ რა ქვია, მე ეხლა გამეცინება პროცენტია, მაგრამ ეხლა რო დააკვირდე ისი ადამიანი, ხო, აქ 0, იქ 0, შუაში მინუსი, ესე იგი ანულებ, აბათილებს თუ რასაშრები თუ გამოაკელი თუ რა, ეს მათემატიკურად პროცენტია, მაგრამ ცოტა ვერ არის მაინც, არ მომწონს. იმიტომ რომ განულებასავით მიდის ესა რაღაცა. გაბათილებასავით მიდის ეს რაღაცა და შიფრებს, ხაზებსა და იეროგრაფებს კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ლაპარაკსაც კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პროცენტია, ეს რუსულშიც ესეთი პროცენტია, თურქულშიც ესეთი პროცენტია, ამერიკულშიც ესეთი, მათემატიკურად ესეა. კი, ეხლა ადამიანი იღებს, რომ ვიღებ მე 100%, 200%, ჩემ ენერგიებს, მაგრამ ეს პროცენტი რომ ეს ეწერება აქეთ 0, იქით 0 და შუაში მინუსი. და ეს რაღაცა პროცენტი არ მომწონს. და ეხლა უნდა გადავაკეთო ეს ყველაფერი, არ ვიცი, აი ვიღებ ჩემს ენერგიებს 100 ჯერ მთლიანად 100 ჯერ 100%-ს აღარ ვიტყვი, ეხლა ეს ყველაფერი უნდა გადავწერო, ისე რომ ეს პროცენტი მე მაგალითად აღარ ვახსენო, იმიტომ რომ არ მომეწონა ეს პროცენტი. всё. პროცენტს რო იძახის ადამიანი, ესე იგი ანულებ იქა რაღაცას, აქეთ 0, იქით 0, შუაში გასაღები კი არა და მინუსი. შუაში მინუსი. ამიტომ არ მომწონს მე ეს პროცენტის ყვირილი და უნდა გამოვიგონო. იმიტომ რომ მე ესე მინდა უნდა გამოვიგონო, აი სხვა რაღაცა, სხვა სიტყვა კი ვიღებ ჩემს ენერგიებს, ვიბრუნებ ჩემს ჩისტოტებს. 100% ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით, ხო ვამბობთ არა? უნდა ვთქვა ეხლა მე მაგალითად 100 ჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. 100 ჯერ მეტად აღდგენილი სახით. რო ვეღარ გამინულონ ეს რაღაცა, 100 ჯერ აი გამრავლება ჯობია, 100 ჯერ რო იტყვი გამრავლება. 100 ჯერ მეტად ჯამთელი ჯანსაღი სახით. მე ეს პროცენტი არ მომწონს აქ. 4 წელია ვიკურნები, ვეღარ განვიკურნე. ეთყობა პროცენტის ბრალია, რომ ყვირი ვარ, წარა, მაგრამ ჩემი ჩისტოტებს ვიბრუნებ, ჩემს ენერგიებს ვიბრუნებ 100%, 200%, 300% ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. არა, ესე აღარ ვიტყვი. მე რაც მეკუთვნის ჩემს ენერგიებს, ჩემს იზობილებს ვიბრუნებ 100 ჯერ მეტად, 200 ჯერ მეტად, 300 ჯერ მეტად ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. იმ გამრავლების იმას ვეღარ გამინულებენ და ვეღარ გამიმინუსებენ და ვეღარ გამიბათილებს ვერავინ, ვერც ერთი მატრიცისტა და ვერც ერთი ისა შიფრავისტა. აი ესე მინდა მე. აი მას მიხვდი, რა ვიცი, ეხლა დღეს ვიფიქრე და უსაქმური არა ვარ და მარტო ჰაიჰუეზე არ დავდივარ, მეც ამუშაობ და მეც ასე ვთქვათ თავი მაქვს ჩემ თავს ვირჩენ და
ვიღაცას უსაქმური არ ვეგონო აქ რაღაცეებს რო ყვირი ვარ კიდე უკაცრავად, მაგრამ მე ჩემი ნერვები მაქვს დაღლილი, მოვდივარ სახში და ვცდილობ რომ ჩემ თავს ხალხს საზოგადოებას ვისაც აინტერესებს რაღაცა ველაპარაკო, იმიტომ რომ მე ესე მინდა, იმიტომ კი არა რომ ვიში ესვეტრიეს, არა ვიში ესვეტრიესილები არავის არაფერს არ აძალები. არ აძალებენ იმათ მატერიალურ ცხოვრებაში რა ხდება იმათ არ აინტერესებთ ესეთი რაღაცა. არც ნიშნებს არ აინტერესებთ, მით უმეტეს ნიშნებს რა თუნდაც ეხლა ჩემი ლაპარაკი, რომელ ნიშნებს აწყობს ჩემი ლაპარაკი, არც ერთ ნიშნებს არ აწყობს ჩემი ლაპარაკი. რა თუნდაც ნიშნებს ჩემი ლაპარაკი. ხალხი გამოაღვიძეო ეგ უნდათ, პირიქით, ატაკებში ვარ აქ. იმიტომ რომ მე ესე მინდა რომ ჩემ თავს რაღაცა ცოდნა დაუტოვო, რომ მე გამახსენდეს. აი რა ვიცი, ესე მინდა ჩავწერო მე ჩემ თავთან, რომ ხვალ ესე გუყურო და ჩემი თავი გამახსენდეს. და იქნება ვიღაცამ რაღაცა ისწავლოს, ცოტათი სიკეთე გავაკეთო. მე ესე მინდა, იმიტომ რომ მე ესე მინდა. არავის არ ეგონოს აქ მე რახან აქ რაღაცებს ავწერ, ან ფულებს მაყრიან ზედა, ან ვიღაცა რაღაცას მავალებს, არავის არ ეგონოს ესა. მე მუშაობ ფიზიკურად, ვიღლები, მოვდივარ სახში. და მე ვცდილობ ჩემნაირ საწყალ გაჭირვებულ ხალხს რაღაცა ამოხსნა. ვისაც აი ჩემნაირად რაღაცა ვცდილობს რომ გამოიღვიძოს და ყველა მართლა საწყლები ვართ და ყველა მართლა ცოდვები ვართ. ეს ჩვენი ბრალი არ არის რომ ესეთ გაუგებრობაში ვართ. არც არავისი ბრალი არ არის. უბრალოდ რა ვიცი მოხდა ესე და всё. ესე მოხდა, ვერ გაიგებს ადამიანი ვერაფერს. სახელმწიფოს ბრალი იყო, თუ იმის ბრალი იყო, თუ ამისი ბრალი იყო, მოხდა всё იმ წარსულს ჩვენ არ უნდა შევეხოთ. იმ წარსულს всё იქიდან, წარსულიდან временные ლინიების დარღვევა აღარ გვინდა. იმ წარსულს თავი დავანებოთ, მივხედოთ ეხლა ჩვენ დღევანდელ ცხოვრებას, ჩვენს მომავალს, რომ მე დღეს მინდა ლამაზად ვიცხოვრო. და მადლობა ვუთხრათ რაღაცას, ჩვენ სულს მადლობა ვუთხრათ. ჩვენ ვიში ესვეტრიესლებს მადლობა ვუთხრათ, რომ რაღაცით გვეხმარებიან. ეს მეხანიკები და იმეებს რო ხსნიან კიდე რეგრესოლოგები, მეხანიკებიო და ისაო და ესაო, ეს მეხანიკებს მერე რა ძალები ამუშავებენ, რა პროგრამები ამუშავებენ, რა არქიტექტორები ამუშავებენ, ვინ არის იქ არქიტექტორები და პლანეტა ამუშაოს აბა თვითონ რეგრესოლოგმა. ამუშაოს პლანეტა რეგრესოლოგი ხო მაგარია, ხო ყველაფერს ახედავენ, ამუშაოს პლანეტა რეგრესოლოგმა. რატო ვერ ამუშავებს? იმიტომ რომ კაისულები ძალიან ბევრები არიან. კაისულები ძალიან ბევრებიან და ეს პლანეტები მიზიდულობა განზიდულობის ძალით ამუშაობს თუ მაკრო-მიკრო ძალებით ამუშაობს თუ როგორ ამუშაობს, ხო? იმას თავიანთი პროგრამები რო არ დაიღოს ბალანსი და ერთმანეთს რო არ შეეჯახონ და რაღაცა რო არ მოხდეს იქ, ის პროგრამები რო იწერება და ის ენერგიები რო არის იქა და რაღაცა, ხო? ეხლა ჩვენ ამ სამყაროში გინდა სხვა სამყაროში. ესე იგი არიან ის ძალები, რომლებიც ამას აკონტროლებენ და ასე ვთქვათ, შექმნეს რაღაცა და არ უნდათ რომ თავისი შექმნილი დაინგრეს. რატო უნდა დაინგრეს? რატო მარსი უნდა დაინგრეს, ვენერა უნდა დაინგრეს თუ სატურნი უნდა დაინგრეს? რატო უნდა დაინგრეს? იმ სატურნსაც თავისი ამბავი აქვს, იმ დედამიწასაც ყველასფერს თავისი ამბავი აქვს. თავიანთი გაკეთებული პლანეტებია რომ დაინგრეს? ვინც გააკეთა იქა პლანეტა ღმერთი დაარქვი თუ საზღვარგარეთები დაარქვი თუ პლიადები დაარქვი თუ რას დაარქვი, იმათი ამბავია ისინი გადაწყვეტავენ იქ. იქ ჩვენ მადლობა უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს ბიორობოტები, რომ ჩამოვედით აქ და რომ გავდივართ ვაპლაშენიებს. და რომ გადაგვარჩინეს წმინდა კეთილმა ჭეშმარიტმა სულებმა ჩვენივე კარმებისაგან, ჩვენივე სიმძიმეებისაგან, ჩვენივე მინუს პოლუსებისაგან, ჩვენივე ბლოკებისაგან, თუ ვიღაცების ბლოკებისაგან, თუ რაღაცების ბლოკებისაგან, რომ გადაგვარჩინეს და რომ უნდა ავიმაღლოთ ვიბრაციები, აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ავიმაღლოთ ვიბრაციები და მადლობა რომ უნდა ვუთხრათ ყველაფერს, ბუნებას, ხაერს, ხალს, მზეს,
ურიში ესრეტრი ესილებს და რომ უნდა გავაკეთოთ ზაშიტები, რომ ავოსულებო, ავოძალებო, ყაოსნიკებო, გიკრძალავთ, ჩემზე ვლიანიებს. Всё. მადლობა ყველას, მადლობა ჩემსურს. Закрывается порталები, злиები, ლიხიები, პლახიები, ატკურჩაიცა, 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 все зло, жигается, жигается, жигается.